ზრუნავს მას. ერთხელ გვიან საღამოს სტავრონიკიტას მონასტრიდან მივდიოდი მამა ტიხონის სენაკისკენ, რომელიც ჩემთვის მოვაწესრიგა და ეგ ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი. სად ვიღაც კაცმა შემაჩერა. სორგზე მძიმე ტომარე მქონდა მოკიდებული და წვიმაც ასხამდა. მე კი ვიდექი და მას უსმენდი. უგურნელდებოდა. ის კი გაუჩერებლად ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. თავიდან ბოლომდე დავსვულდი. უეცრად ასეთი აზრი მომივიდა. როგორ გამივაგნო ჩემს სენაკს? ღამეა, ტალახი, ფანარიც არ მოგს. მაგრამ ამ კაცისთვის როგორ ხარ შემეწყვეტინებინა? კითხე სად აპირებდა იგი გათევას. მიპასუხა მეზობელ სენაკში. ასე ვიდექი ჩუაღამემდე. ბოლოს გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. მე ჩემს გზას გავუდექი, მაგრამ მოვალ პილიგზე რომ შევაბიჯე, წავიბორძიკე და ჩირგვებში გადავარდი. ფეხსაცმელი ქვემოთ